სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. უძღების შვილის კვირას აკითხულ იქნა სახარება იგავი უძღების შვილისა, სადაც აღწერილია ამბავი თუ როგორ გამოდის მამის სახლიდან, სადაც შვილს არაფერი არ აკლია და მიდის უცხო მხარეში, რადგანაც მოითხოვს თავის წილ ქონებას და უნდა თავისუფლება. ძეს გონია, რომ შეზღუდულია იქ, უფრო კარგ ცხოვრებას მიაღწევს. ანუ როგორც მაგალითად თავისუფალი ნება ყველა ჩვენთაგანს გაგვაჩნია, თავდაპირველად მამის სახლში ვიმყოფებით ჩვილობაში, პატარა ასაკში. როგორც კი სულწლოვანი ხდება ადამიანი და იწყებს გააზრებას და იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, მაშინაც შეიძლება ითქვას, რომ ფიქრობდეს ადამიანი, რომ მამა ჩემთან შეზღუდული ვარ მე, ამიტომ მირჩევნია გავეყარო მას, მოვითხოვო ჩემი წილი ქონება და წავიდე და ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა. სულიერი თვალსაზრისით მამის წიაღი ეს არის, როდესაც ადამიანი ღვთისმცნებებით არის შემოზღუდული. ანუ ზღუდია, ღვთისმცნებები ეს არის ერთგვარი გალავანი, ზღუდე, რომელიც ჩვენ გვიცავს მტრებისგან. მაგრამ როგორც კი გადაწყვეტს ადამიანი თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ღმერთი არ ეწინააღმდეგება, რადგან იძულებით ქმნულს არ ვიტყვითო სათნოებად, ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი და ასევე იოანე დამასკელიც. ამიტომ ღმერთი აძლევს ადამიანს იმას, რაც უნდა მას. უძღების შვილი წავიდა შორეულ ქვეყანაში და როგორც მისი სხეულებრივი მოთხოვნილება იყო, ისე იცხოვრა. ანუ ვნებებში, სიძვაში, მეძავებთან, გართობაში, დროს ტარებაში მთელი თავისი ქონება გაანიავა. და როგორ არ უნდა გაენიავებინა, როდესაც ულევი არ არის ეს ქონება, არამედ განლევადია, აუცილებლად ამოიწურება. მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს. გამოელია თავისი ქონება, სიმდიდრე, რაც მას გააჩნდა და მაშინ აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში და ჩამოვარდა შიმშილობა იმ ქვეყანაში, იმ მხარეში და ღმერთიც ასე უშვებს ხოლმე, როგორ უნდა მოაქციოს ცოდვილი ადამიანი გზისა მისგან სასტურისა, თუ არა განსასწრებით, თუ არა გაჭირვებით. და ასევე დაემართა აი ამ ძესაც, უძღებ შვილს. და როდესაც ძალიან გაუჭირდა, ყველაზე სათაკილო საქმე რაც იყო ღორების მწყემსვა, რადგანაც ებრაელებში ღორი უწმიდურ ცხოველად ითვლებოდა, ამიტომ ღორებს არ აშენებდნენ. აი წარმოიდგინეთ ღორების მწყემსვა როგორი სათაკილო საქმე იყო, მაგრამ სხვა გზა მას არ ჰქონდა. და ერთ-ერთს შეუდგა მოჯამაგირედ და მანაც განამწესა ღორების სამწყემსავად და ისე შიოდაო მასო, რომ ღორების საჭმელს ნატრულობდა და იმასაც არავინ არ აძლევდა მას. ანუ აღწერილია სახარებაში რქა ყოფილა პალესტინაში რკოს მსგავსი ნაყოფი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში ჭამდნენ ადამიანები, როდესაც ძალიან შიოდათ, მაგრამ ის ნივთიერება, რაც თქვათ, შემადგენლობა, რაც საჭმელს აქვს და ასაზრდოებს სხეულს, რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა. იგი არის განკუთვნილი მხოლოდ პირუტყვისთვის. მაგრამ ის, რომ კუჭი ამოავსოს, ადამიანის ზოგჯერ თურმე ამას აკეთებდა. აი მაშინ კი, როდესაც ძალიან გაუსაძლისი აღმოჩნდა მისთვის ყოფა, მოვიდა გონზე, გამოფხიზლდა, გაიღვიძა ძილისაგან. ანუ ცოდვა ეს არის ერთგვარი ძილი. როდესაც ვნებებით ადამიანი ტკბება,
მაშინ იმყოფება დაძინებულ მდგომარეობაში. მაგრამ აი გამოფხიზლება ეს არის საოცარი რამ. უცბად ნათდება გონება, მოდიხარ აზრზე და ფიქრობ, სად ვარ, რას ვაკეთებ, რა მინდა აქ და მამა ჩემთან რამდენ მოჯამაგირეს, მონას კი არა, მონა სახლის მკვიდრად ითვლებოდა, მაგრამ მოჯამაგირე უფრო რთული მდგომარეობა იყო, რადგანაც იქირავებ, დაიქირავე ადამიანი, მეორე წუთს შეიძლება გააუშვა ის. მაგრამ მონა, რომელიც შენი კუთვნილება არის, მასზე უნდა იზრუნო, ავად გახდა, უნდა უკურნალო. აი წარმოიდგინეთ, მონის ადგილზე კი არ აყენებს და არ ოცნებობს მას, არამედ მოჯამაგირეს. რამდენ მამა ჩემის მოჯამაგირეს, თავზე საყრელად აქვსო პური. ანუ ზედმეტი აქვს პური, იმდენი კი არ სჭირდება, იმაზე მეტიც აქვს. როცა უნდა მაშინ შეჭამს. მაშინ გაძღება. და იფიქრებს, რომ მოდი, ავდგები, წავალ მამა ჩემთან და ბოდიშს მოუხდი მას და ვეტყვი, ვცოდე ზეცისა და შენ წინაშე და არ ვარ ღირსი, რომ შენ შვილად ვიწოდებოდე, არამედ მოჯამაგირეთ მაინც დამაყენე შენ სახში. აი ესეთი გულშემოსვლებით აი ამ აზრს მოიყვანს მოქმედებაში და მიდის მამასთან. და როდესაც გამოჩნდება ძე დაძონზილი, გაუბედურებული, რომელსაც ფეხსაცმელიც კი არ გააჩნია, აი ესეთ მდგომარეობაში იმყოფება, გაუბედურებულ მდგომარეობაში, მამა, რა თქმა უნდა, მას შეამჩნევს, ამოიცნობს აი ამ მწირ ადამიანში თავის ძეს, მიირბენს მასთან და შემოეხვევა და კოცნის მას. ამ დროს რაც გაიფიქრა ძემ, ის სიტყვები უთხრა, ოღონდ პირველი ნაწილი, არა ვარ ღირსი, რომ შენ ძედ ვიწოდებოდე, ვცოდე ეუბნება შენ წინაშე, ზეცის წინაშე, მაგრამ აი მეორე ნაწილს, რომ მოჯამაგირეთ მაინც დამაყენე, ამას არ ეუბნება და რატომ? არ არის ამის აუცილებლობა, რადგანაც ნახა მამის განწყობა როგორია მის მიმართ, კი არ გაუბრაზდა, არამედ შემოეხვია და კოცნიდაო მასო. და განკარგულება გასცა. მოუტანეთ საუკეთესო შესამოსელი, მოუტანეთ მას ფეხსაცმელი და გაუკეთეთ ბეჭედი. ბეჭედი ეს არის ადამიანის მემკვიდრეობის სიმბოლო, რადგანაც ის ღირსებით მამის შემდეგ იმყოფება მასთან ერთად. ყველაზე აღმატებულია მის სახში, მონები იქნებიან თუ ვინც არ უნდა იყოს. აღმატებულია, მემკვიდრეა. ამიტომ აი ამ პატივში აყავს მამას თავისი შვილი და ეუბნება, მოიყვანეთ გამოკვებილი, კარგად გამოკვებილი საქონელი, პირუტყვი და ის დაკალით. ჭამოთ და ვიმხიარლოთ, რადგანაც ჩემი ძე, რომელიც მკვდარი იყო, გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და აი ამ დროს მოდის ძე და გებულობს მხიარულების ხმას და კითხულობს მონებთან, რა ხდება ჩვენ სახში? და ისინი ეუბნებიან, ახარებენ, რომ შენი ძმა, რომელიც დაკარგული იყო, ის გამოჩნდა, ამიტომ მამა შენი არის უბედნიერესი და მხიარულობს მთელი ოჯახი. მისი რეაქცია როგორია? შური, შეშურდა მას და ამბობს ესეთ რამეს. მამას ეუბნება, ჩემს მეგობრებთან ერთი თიკანის კი არ მოგიციაო შენო და ამანო მთელი თავისი წილი ქონებისა, ანუ შენი ქონება გაანიავა მეძავებთან და ამასვე ესეთი სუფრა გაუშალეო და საუკეთესო ნასუქალი ხმო დაუკალიო საქონელი, პირუტყვი. ჭამებული მაგას ნიშნავს, გამოკვებილი, საუკეთესო რომელიც არის. და მამა ეუბნება, რა თქმა უნდა, გაოცებას იწვევს ეს მდგომარეობა, ძმას უნდა უყვარდეს თავისი ძმა და როდესაც იგი ვთქვათ, თუნდაც გაანიავა ქონება, რომელიც გონზე მოვიდა, სინანულით მოვიდა და ისევ
ურჩევნია მამის წიაღში იყოს ვიდრე უცხო მხარეში. იმ ცოდვაზე უარი თქვა მან. თუმცაღა დააშავა, შესწოდა, მაგრამ როდესაც ძმა გიყვარს, უნდა გიხაროდეს, რა თქმა უნდა. და მამა ეუბნება, შენი ძმაო, რომელიც მკვდარი იყო, ისო გაცოცხლდაო, ჩვენთან მოვიდო, ამიტომ ჩვენ მხიარულება გვმართებსო. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოყვასი, ჩვენი სულიერი ძმა, რომელიც შეიძლება დაიკარგოს, რომელიც შეიძლება ეკლესიიდან წავიდეს, შეიძლება ვნახოთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, აღვირახსნილი ცხოვრების წესით მაცხოვრებელი. მაგრამ ისიც შეიძლება მოვიდეს გონზე, მანაც შეიძლება შეინანოს, მოვიდეს ტაძარში და თქვას, რომ ცოდე, ამითი და მინდა რომ ვიყო აი ამ სამწყსოში, ღმერთთან ყოფნა მინდა. ამიტომ სულიერი მამის ვალდებულება რა არის? სიხარულით მიიღოს. იმიტომ რომ დაკარგული იყო, იმიტომ რომ წარწმედული, მკვდარი იყო, ცოდვისთვის ცხოვრობდა, ხოლო ღმერთისთვის მოკვდა ეს ადამიანი. მაგრამ ასევე სულიერი მოძღვარიც მას სიხარულით ღებულობს, კი არ საყვედურობს. აი სადიყავი ამდენი ხანი, უქნარა, უარგისო, ზარმაცო და ნუ ასე შემდეგ. არამედ პირიქით, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, ვიდრე იმ პირობითად მართავთა მიმართ, რომლებიც არ არიან სნეულებაში მყოფები და იმყოფებიან სამწყსოში. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ბოროტმა სულმა ჩვენშიც აღძრას ის აზრი, რომ ეს ადამიანი, რომელსაც გუშინ ვხედავდი, საროსკიპოთან გამოვიდა და ესეთ მდგომარეობაში იყო, როგორ ესაუბრება ესეთ თბილად? რატომ აქვს ესეთი კარგი დამოკიდებულება? რატომ იჩენს ყურადღებას მასზე, იმაზე მეტად, ვიდრე ჩემს მიმართ იჩენს? მე ერთხელაც არ გამიღიმა მან, მაგრამ იმას ეფერება კიდევაც, არა მარტო უღიმის, ეალერსება. აი, როდესაც მსგავსი რამ ჩვენ შემთხვევაშიც მოხდება და მოვა ეს აზრი, ვიცოდეთ, რომ ვემსგავსებით იმ ძეს, რომელსაც შეშურდა თავისი ძმის. ეს არის უსიყვარულო მდგომარეობა. ეხლა მინდა პატარა წერილიც აგიკითხოთ წმინდა მღვდელმთავრის თეოფანე დაყუდებულის, ადამიანი, რომელიც გაიაზრებს, რომ უნდა მოვიდეს ტაძარში, უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, რა მოქმედებაა საჭირო, როგორ უნდა მოიქცეს ის. დაგება და აზრი სულის ხონების შესახებ, განიცადე ცოდვაში დაყოვნების საფრთხე, მიზნად დაისახე გამოსწორება. გაფრთხილდი სულის ამგვარი აღძვრები უყურადღებოდ არ დაგრჩეს. ეს მადლის ნიჭია. ნუ შეურაცხყოფ მას და ნუ უგულებელყოფ. რაც შთაგეგონება აღასრულე, ნუ გადადებ ხვალისთვის. დაუყოვნებლივ ჩაუღრმავდი შენს შინაგან ადამიანს და გულდასმით განიხილე. გაიაზრე ყველაფერი, რა უნდა გააკეთო. შემდეგ დამტკიცდი ცხოვრების იმ წესში, რომლის აღსრულებისას ინერგება და განეფინება ძლევა შემოსილი მადლი. დაიცავი მარხვა, იარე ეკლესიაში, გაეცი მოწყალება, დროებით შეწყვიტე ყოფითი საქმეები და ზრუნვა. განმარტოვდი, იკითხე, იაზროვნე და რაც მთავარია, ილოცე გონებით და გულით. და შეურდი უფალს, სალმობიერი გულით შეღაღადე, შეგეწიოს თავის დაძლევაში. თუ ამას შეასრულებ გულწრფელად, კეთილსინდისიერად და მოთმინებით, უფალი მოხედავს ბოლოს და ბოლოს მეძიებლობას შენსას, თავისი მადლის საგრილობელში განგისვენებს, გულს მოგილბობს და მოგანიჭებს ძალას შენი ნების შეუპოვრობის გასატეხად. ბევრი ბორკილი უშლის ხელს სულის აღდგომასა და უფალთან მიახლებას.
მანკიერი ვნებებისა და მიდრეკილებების გარდა, ცოდვის გავლენით შეთხზულ წესს გარეგანი ცხოვრებისა, ჩვევებს, ურთიერთობებს, სიცოცხლის დაკარგვის შიშსა და კეთილ დღეობისაკენ სწრაფვას აუგიათ მტკიცე გალავნიანი ციხე, რომელშიც მოუძლურდება ცოდვილი სული, მაგრამ ყოველივე ამას საღმრთო მადლის ცეცხლი შეწვავს. იმ წუთს ადამიანი ყველაფერს მსხვერპლად სწირავს უფალს და ყველაფრისთვის თვით სულის დადებისთვისაც მზადაა. ოღონდ კი ღმერთმა შეუნდოს და მის სახში თუგინდ ყველაზე უკანასკნელ მუშაკად მიიღოს. რაც უძღებმა თქვა, იმასვე ამბობს ყოველი, ვინც მტკიცე გადაწყვეტილებით მოექცევა უფლისადმი. ავდგები, წავალ და ვეტყვი მამას, მამაო, ვცოდე, ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენ და არამედ მყავმე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. გადაწყვეტილების მიღება მოქცევის მთავარი მომენტია. რაც ამას მოსდევს, უკვე აღსრულებაა იმისა, რაც გადაწყვიტა ადამიანმა ამ მომენტში. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო ჭაბუკს, არ დაბრუნდებოდა მამასთან, ისე ივაგლახებდა, ყველაფერს მოკლებული და დამშეული და შეურიგდებოდა რა თავის უბადრუკ ყოფას, სამუდამოდ დარჩებოდა ამ ყოფაში. მაგრამ შეეწია უფალი, ადგა, დაბრუნდა მამასთან და უთხრა, რის თქმასაც აპირებდა. მამამ გულმოწყალედ მიიღო, შეუნდო, შემოსა, ფეხსაცმელი ჩააცო, აჭამა, კვლავ შვილად მიიღო და იყო სიხარული დიდი მთელ სახლში. ასე დაუბრუნდა უძღები ჭაბუკი მამას. ცოდვილის მოქცევისას ეს ყველაფერი აღსრულდება მაშინ, როცა ადამიანი გადაწყვეტს რა წარმართებას, აღიარებს თავის ცოდვებს, შენდობას მიიღებს სულიერი მოძღვრისგან, მოტევებას უფლისგან და ქრისტეს ყოვლადწმინდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოს ეზიარება, მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ეს ცოდვილის უფალთან მიახლების გადაწყვეტილებაზე შედგომაა, მაგრამ არა მოქცევის დანართი, არამედ მისი აუცილებელი დასრულება, დაბეჭდვა იმისა, რაც გადაწყვეტის ჟამს დაიბადა გულში. ამას იმისთვის შეგახსენებთ, რომ უფლისადმი მხოლოდ შინაგან მოქცევას არ დასჯერდეს ვინმე და საღმრთო საიდუმლონი არ უგულებელყოს. ასეთი მოქცევა კეთილ საიმედო არ იქნება და სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. ჭედელი დანას რომ გამოჭედავს, თუ არ გამოაწრთობს მას, როგორც საჭიროა, დანა ბლაგვი იქნება და გამოუსადეგარი. ასევე ადამიანი ცოდვის დატოვებას და უფლის მსახურებას რომ გადაწყვეტს, ცოდვებს თუ არ მოინანიებს და წმინდა ზიარებას არ მიიღებს, არავითარი სიკეთისთვის არ შესწევს ზალა და სიმამაცე. ზანტია სიკეთის ქმნის შემთხვევა რომ ეძლევა. ხშირად განზე დგება და თითქმის ყოველთვის უთმობს წინააღმდეგობებს. ეს კი უწინდებურად ცხოვრებას, ან და ნახევარ გზაზე შეჩერებას ნიშნავს. ვინც გადაწყვიტა, აღდგა კიდეც. მაგრამ როგორც ძილისგან გაღვიძებულები დგებიან, იცვამენ და თავიანთი საქმისთვის ემზადებიან, ასევე უფლისადმი მოქცეულიც უნდა შეიმოსოს და აღიჭურვოს აღსარებისა და წმინდა ზიარების მადლით, რათა ძლიერებით შემოსილი, შეჭურვილი, სპარაზენივით გამოვიდეს ღვთის სათნო ცხოვრებისა და ცხონების ასპარეზზე. ღამე რომ თენდება და დგება დღე. ადამიანი გამოდის შინიდან და შრომობს საღამომდე. ასევე ცოდვის ღამე რომ გარდახდება და სულში მადლის დღე ამობწყინდება ქრისტეს მიერ, მადლმოფენილი შეუდგება მსახურებას და მუშაკობს თავისი ცხოვრების საღამომდე. იგი ემსახურება უფალს, რომელიც შეეწევა მას. მის სასიკეთო დაწყებებს სათნოდ მიითვლის და კურთხევით დაამტკიცებს. ასეთია ძმებო გზა ცოდვისგან ღვთისადმი მოქცევისა. მას აღიმსთვე, მძინარეო, აღდექი მკვდრეთით და ქრისტემ განგანათლოს. ახლა თუ გიზნელდება,
უკანასკნელ შემთხვევაში მარხვისთვის მაინც მოემზადე, როცა მოციქული მოგმართავს. აჰა, ესე რაა წარს, ჟამი იგი შეწყნარებისა. აჰა, ესე რაა წარს, დღე იგი ცხოვრებისა. ამინ.